მოკლედ ლაგოდეხში გადმოვინაცვლეთ. და აქ მოვინახულებთ ქათმების ჯიშებს. თუ როგორ უნდა მოვუაროთ სახლის პირობებში. აბა მასპინძელო. აქ ცხოვრობს ვიკა კერვალიშვილი, მათი საგვარეულო გერბია, აი ბაგრატელი. ახლა ქათმების და ინდაურების მოშენებით არის დაკავებული. გამარჯობა, შენი ჭირიმე. როგორ ძანდებით? კარგად. მობძანდით გერც, შეგებეს სტუმრებს. ქათმები, ინგლისური ქათმები და ინდაურები ავსტრალიიდან. მობძანდით, ჩემო კარგო. შეგვიძლია დავათვალიეროთ. კი ბატონო, აქეთ გაგიძღვებით ფერმაში, წამობძანდით. მობძანდით. ეს ლაგოდეხის რაიონი, მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა რა. საუცხოო ადგილია თავისი კლიმატით და თავისი მიკროფლორით. აქ ხარობს ისეთი კულტურები, რომელიც გადასარევად ხარობს სუბტროპიკებში. საუცხოო, აი ბამბუკი, პალმები, რაღაც თავისი უცნაური მიკროკლიმატი აქვს. აი ხა რა ტრადიციული ქათმებს რომ აშენებთ, აი როგორ ხდება ამათი მოშენება, საიდან მოყავთ ან წიწილები, ან როგორ შეიძინეთ, საერთოდ როგორ გააკეთე ეს ფერმა. 2005 წელს ვიყავით ბერლინე მესზე, გამოფენაზე, სოფლის მეურნეობის გამოფენაზე. და გამოფენაზე შესვლისთანავე გავგიჟდით. ეს ამხელა გამოყვანილი მაგარი ჯიშები, ყველა ქვეყანა მიზრუნა. ინგლისელები, ფრანგები, გერმანელები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უკეთეს ჯიშს გამოიყვანდა. მეხორცული და კვერცხისდებლობის მიმართულებით. გამახსენდა ჩვენი სოფლის ქათმები. უფრო მეც ჭამენ ვიდრე იზრდებიან. ეს პატარა საცოდავი ვარიკები. და აი მაშინ ვიფიქრეთ, რომ როგორმე მოგვეხერხებინა, რომ აი ეს დიდი ჯიშები, ეს გოლიათი ჯიშები, გიგანტური ჯიშები და მართლა ძალიან ეფექტური ჯიშები ბიზნესის თვალსაზრისითაც და მეურნეობის თვალსაზრისითაც როგორმე საქართველოში შემოგვეყვანა. ჩავიფიქრეთ აი ამ საჯიშე ფერმის გაკეთება. ჩვენი შინაარსი და ფილოსოფია მდგომარეობს შემდეგში. ყველა ქვეყნიდან საუცხოო ჯიშის კვერცხები შემოგვაქვს. ათასნაირად ვახერხებთ ამას ყველაფერს და რა თქმა უნდა ამ სიშორიდან ეხა ამერიკიდან ჩამოტანილი კვერცხი, ავსტრალიიდან ჩამოტანილი კვერცხი, თვითფრინავით, ასეთ სიჩქარეებზე, ესეთი ტრანსპორტირების პირობებში. რა თქმა უნდა, იმისი გამოჩეკვის პროცენტი არის ძალიან დაბალი. და ვწვალობთ და უკვე მივიღეთ საჯიშე ოჯახები. ეხლა წელს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყავს საჯიშე ოჯახები, რითიც თავისუფლად შეიძლება ამ ჯიშების გამრავლება. ეს არის ამერიკული? ეს არის ამერიკული ბრამა. ინგლისური ორპინგტონი. ეს არის ქათმებში იგივე რუსული და ძალიან კარგი და ეფექტური ჯიში იურლოვსკი. რა განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა ეს ქათმები ახლა? სხვა ტრადიციული ჯიშების გარდა. ამ ქათმების თვისება არის პირველ ასაკში, პირველ თვეებში ძალიან სწრაფად იმატებენ. და ძალიან ჩქარა კრიფავენ წონას. სადღაც 4-5 თვის ასაკში უკვე იმ წონის არიან, რომ თავისუფლად შეიძლება იმათი დაკლა და მოხმარება საკვებად. ჩვენ მიჩვეული ვართ ჰიბრიდის ჯიშის ქათმებს, ეს არის ფერმის ქათმები. ეს არის სპეციალურად დიდი საფერმერო მეურნეობისთვის გამოყვანილი ქათმის ჯიშები, რომლებსაც სპეციალური საკვები უნდა, რომელსაც გორმონები უნდა, აცრები უნდა, ათასნაირი და ეს ხორცი არ არის ისეთი სუფთა. ეს ხორცი გარკვეულწილად უკვე არის რაღაც გარკვეულწილად დაბინძურებული. აი ახლა განახებთ ბუნების ერთ-ერთ საოცრებას. ეს არის ინგლისური ჯიშის ორპინგტონის ქათამი. ნახეთ რა ზომებს აღწევს ქათამი. ორპინგტონის ქათამი. ეს არის ბაფი, წითელი ჯიშის, არის ლეისები და არის შავი. რამოდენიმე შეფერილობის ჯიშია. საუცხოო მონაცემების 4-5 თვის ასაკში შეუძლიათ 5-6 კილომდე გაიზარდონ. ცოცხალი წონა. საოცარი ჯიშია. აი ამ ჯიშის გამრავლება საქართველოში ძალიან ეფექტური და ამოისუნთქებს გლეხი. დამინჯერეთ, გლეხი აჭმევს ქათამს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ის იმატებს, წვალობს,
აი ამ ჯიშების გამრავლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არის ორპინგტონი. ეს არის ინგლისური ჯიშის ორპინგტონი. გამოიყვანეს ინგლისელებმა დედოფლის საპატივცემლოდ. 7-ია, იმიტომ რომ ამან ჯერ არ იცის, რომ ადამიანმა დაკლა იცის. ესენი იზრდებიან უფრთხილდებით თითოეულ მათგანს, როგორც საკუთარ შვილებს ისე. უვლით და რამდენადაც აგრესია ჯერ არ უნახავთ, არიან მშვიდები. გადასარევი ჯიშია, გადასარევი წონის. სადღაც 7-7.5 კილოგრამი იქნება ახლა. შენ გადი აქედან. გადი. გასთავარი არის ახალგაზრდა. ახალგაზრდა სულ 6-7 თვის. ჟღალი ორპინგტონი. ჩინებული სახეობაა. ჩვენ რამოდენიმე სურათი დავდეთ ესე ინტერნეტში და ყველა დასავლეთის ფერმები გვეუბნებოდნენ რომ იყო ფოტოშოპი საქართველოში წარმოუდგენელია ყავდეთ ორპინგტონი. აი თუ არ ყავს საქართველოში ორპინგტონი. გავაგრძელოთ ეხლა მე თქვენ განახებთ ამერიკული ჯიშის ბრამას ჯიშის ქათმებს. ბრამა არსებობს ფერადი და არსებობს თეთრი. აი ეს არის ფერადი ჯიშის ბრამა. საუცხოო თვისებების, ნახეთ როგორი ფიზიკური მონაცემების, გადასარევი იმუნური სისტემა, მდგრადი იმუნური სისტემა. ძალიან კარგი ჯიშის ქათმებია. და იგივე თეთრი ბრამა. ესენი სხვადასხვა ფერებია? ეს ფერადი ბრამა ითვლება, ის თეთრი კია, მაგრამ ფერადი ურევია ცოტა ყვითელიც და სხვა ფერიც. ეს არის ფერადი და ეს არის სუფთა თეთრი ჯიშის ბრამა. გადასარევი, ეს პატარა წიწილები არიან ჯერ, ეს აქ გამოჩეკილი წიწილებია, საოცარი თვისებების ქათმები. ძალიან ლამაზები არიან. გარდა იმისა, რომ არიან ლამაზები, ძალიან გემრიელები და ძალიან ეფექტური. აი ამ ყინვაში ხა სიციოს როგორ უძლებენ? ნუ რა თქმა უნდა, ყინვა ამათვის არ არის საუკეთესო პირობები, მაგრამ ეს საიდანაც აქვს ჩამოყვანილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთის შტატებში გადასარევად გრძნობენ ესენი თავს, ზუსტად იქაური ფერმებიდან არის წამოღებული ამათი კვერცხი. მობრძანდით განახებთ ისევე როგორც ყველა მეფრინველეობის ფერმას თავისი დაცვა ჭირდება და აი ჩვენი დაცვის სამსახური ეს ციცრები, რომლებიც ფერმას იცავენ ჰაერიდან და მიწიდან. გადასარევი ჯიშია, ეს არის გვინეის ჯიშის, ყველა ციცარი იქიდან არის და ქვია გვინეა ლათინურად გადასარევი და აუცილებელია ფერმაში. აი როგორ იცავენ ახლა ესენი? თქვა ესენი თავისი ხმით იგერიებენ, ჩვენ ახლა ვართ ფაქტიურად ტყეში, ვართ ნაკრძალში, ველურ ბუნებაში. ესენი აქ ყავს, ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი მტერი ყავს ამ ჩემ ქათამს. ქორი, მიმინო, ზერა. აი ესენი ხმით აფრთხობენ სულ ყველას და იგერიებენ. ჯერ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ფერმაში, ვინმეს მოეტაცოს ჩვენგან წიწილა. ამათი წყალობით. დაცვის სამსახური მუშაობს. დაცვის სამსახური მუშაობს გადასარევად. ეხლა განახებთ მუსკოვი დაკ, ესე ქვია ინდური ჯიშის იხვები. გამოირჩევიან ძალიან მდგრადი იმუნური სისტემით. თითქმის არ ეკარებათ არანაირი დაავადება. მრავლდებიან გადასარევად. წონაში იმატებენ გადასარევად. სადღაც 5-6 თვის ასაკში ადიან 6-7 კილოზე. და შეხედეთ, თან ლამაზებიც არიან ეს დაავადებები. აი ასეთი იხვები ეზოში საქართველოში რაც მეტი იქნება, მით უკეთესად იგრძნობს თავს მეურნე კაცი. რა თქმა უნდა. შემდეგი ჯიში. სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ანკონას ჯიში. ეს არის ამერიკიდან ჩამოყვანილი იხვის ჯიში. ძალიან ლამაზები არიან, შეფერილობითაც. გადასარევი მეხორცული ჯიშია და რაც ყველაზე მთავარია, მათი ცხიმიანობა არის ძალიან დაბალი. 15-16%-ია მისი ცხიმიანობა, როცა ჩვეულებრივი იხვის არის 35-36%. ეს არის სარესტორნე ჯიში, ძალიან სამარგებლო და გადასარევი თვისებების, გემოვნური თვისებების ხორცი აქვს. ანკონას ჯიში. პირველები ჩვენ ვართ, ვისაც ეს ყავს საქართველოში. ასევე განახებთ ბატებს. აგერ ბატონო, ეს არის გედისებრი ბატები. ძალიან კარგი ჯიშია, ესეც სარესტორნეთ. გადასარევი გემოვნური თვისებების, წონა კარგი, გამრავლების უნარი გადასარევი, იმუნური თვისებები ჩინებული, მდგრადები დაავადებების მიმართ და მეტი რა უნდა მეურნე კაცს. გაეზარდოს ისე, რომ არ დაეხოცოს
არ ეშინოდეს რომ რამე დაემართება, დაავადება, ძალიან მდგრადი იმუნური სისტემებით გამოირჩევიან აი ეს იხვები და ბატები. ქოჩრები აქვთ, კი ესეთი ჯიშია. ეხლა განახებთ მე თქვენ ჩვენი ფერმის კიდევ ერთ სიამაყეს, ეს არის ორპინგტონის ინგლისური ორპინგტონის ჯიშის იხვები. აქ ურევია სხვა ჯიშიც, მაგრამ თუ მიაქცევთ აი შეფერილობით გარგრის ფერები არიან ორპინგტონები. გადასარევი ჯიშია. ესეც ჩინებულად მრავლდება. თითქმის მდგრადია. ყველა დაავადებების მიმართ არაფერი არ ემართება. აი ესე რამდენიც იჩეკება, იმდენი იზრდება. აი ამით არიან იხვები გამორჩეულები და ცოტა უცნაურები და ამდენად მათი მეურნეობები უფრო ეფექტურია და უფრო სარგებელიანია. აი ამ პირობებში თავისუფლად არიან ახლა ესენი, ხო? კი. აი თქვა გასეირნება თქვა გადაიყვანოს. აი მოხდა ისე რომ ლაგოდეხის აი ნაკრძლის, აი დაცული ტერიტორიების კლიმატიც, ყველაფერიც, ბიოგარემო, მთლიანად ეს ეკოსისტემა ძალიან მოუხდა ამათ. სხვა შემთხვევაში, როცა ლიტერატურაში ხვდები, ნამატი თუ ზოგჯერ აქვთ 600-650 გრამი თვეში, ჩვენ მივახციეთ აქ ჩვენი ფერმის პირობებში 800-900 გრამს. კილოსაც გადავცდით ზოგჯერ. ეს არის გაზაფხულის თვეები, როდესაც მწვანე საკვები უფრო მეტი რაოდენობით არის. ისე რომ ბიზნესის თვალსაზრისითაც საკმარისად ეფექტური საშუალება ამ ჯიშების ყოლები. ესენი ვინ არის? ხილათ აქ ჩემოკარგო. ესეც ის იგივე ინდოუტკები არიან და ნარევია აქ. აქ მყავს კრეაიხვი, აქ მყავს აგე იქ ინდოუტკები, ნახე როგორ ჯიშები ცალ-ცალკე არიან. ესენი ერთად ძმაკაცობენ, ისინი ცალკე ძმაკაცობენ. ქართველები, სომხები, თათრები. ერთად არიან. ხო, არ ერევიან ერთმანეთში. ამათ რას აჭმევთ ახლა თქვენ? აი ამ ხნის მანძილზე, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გამოვიმუშავეთ ჩვენ თვითონ ჩვენი ფორმულა საკვების. ვთესავთ და მოგყვავს ჩვენი სიმინდი, ქერი, შვრია, ვყიდულობთ სოიოს შროთს, ურევთ კოპტონს, ვიტამინებს და ჩვენ თვითონ გვაქვს შემუშავებული ფორმულა, აი ესეთი ჩვენს მიერ დამზადებული საკვების პირობებში ვღებულობთ მე მგონი მაქსიმალურ ეფექტს ნამატის. მე განახებთ, აი ეს არის ჩვენი საკვების ესე ვთქვათ ნალია თანამედროვე, აქ ვინახავთ საკვებს, ეს არის ჩვენი საფქვავი, აქ ამაში ვქვავთ, ჩვენ თვითონ ვამზადებთ ამას ყველაფერს კი და აი ამ რეზერვუარში არის დაფქვილი უკვე შეზავებული 40%-ია სიმინდი, 10%-ია ქერი, 10%-ია შვრია, კოპტონი, სოიოს შროტი, ყველაფერი. აი ამას ერთმანეთში აურევთ მარილი, რა თქმა უნდა, და მინერალები, ეს აუცილებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის და აი ამ ფორმულით დამზადებული საკვები არის ძალიან არანაირი სხვა დამზადი. ეს არის აბსოლუტურად სუფთა პროდუქტი. ჩვენ სიმინდის თესვის და მიღების დროსაც არ ხმარობთ ქიმიას. ვღებულად მხოლოდ ხმარობთ ნატურალურ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ისე რომ არანაირი შეხება ქიმიასთან, არანაირი შეხება ბიოგენეტიკასთან, არანაირი ამასთან საერთო არ აქვს. სად გადმოვინაცვლეთ? ეხლა გადმოვინაცვლეთ ჩვენ ინდაურების სექტორში. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ინდაურის ხორცი. დაბალი ქოლესტერინით, მაღალი წონით და ეს ჯიშები, რომლებიც ჩვენ ჩამოვიყვანეთ, ეს არის ავსტრალიური ფართემკერდიანი ვერცხლისფერი ინდაური. 16-17 კილოგრამამდე ადის მამალი. სადღაც დაახლოებით 9-10 კილოგრამის წონის არის დედალი. და ჩვენთან არის რატომღაც მიღებული ესე რომ ინდაურის ხორცი უნდა გავსიჯოთ მხოლოდ ახალ წელს. და ისიც აცივში. გადასარევია ინდაურის წვალი, გადასარევია ინდაურის ხორცისგან დამზადებული სხვა ათასნაირი კერძები. და მთელი წლის მანძილზე მივიღოთ ეს პროდუქტი ბევრად უფრო სამარგებლოა და ბევრად უფრო კარგია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე სხვა დანარჩენი ფრინველის.
აი გადავწყვიტეთ აი ამ მეურნეობის გაკეთება და ზუსტად ესეთი შინაარსითაც, რომ იმ ობიექტებს, რომლებთანაც ჩვენ აგვაქვს ხელშეკრულება, მთელი წლის მანძილზე გქონდეთ საშუალება გამოიყენონ ინდაურის ხორცს. აი ეს არის ავსტრალიური ჯიშის თეთრები, არის ვერცხლისფერები, რამოდენიმე შეფერილობის არის მუქი შვინდისფერი, ბურბონ რედ ესეთი ჯიშის ინდაური გაჩვენებთ და ეს არის ინდაურების განყოფილება, ესე ვთქვათ. აი დასავლეთში რო ინდაურები ყავთ ეს რა ჯიშის არის? ეს არის 1000-ნაირი ჯიშის შეჯვარების შედეგად დაკნინებული რაღაც სახეობა, შესაბამისად კნინდება გენეტიკა. შესაბამისად კნინდება თვითონ ფრინველი. აღარ არის ისეთი ძლიერი, აღარ არის ისეთი ამტანი. აი ეს არის ჩვენი ინდაურები. აი ეს არის ის თეთრი ჯიშის ინდაურები. ესე პოპულარულები ამერიკაში, რომელსაც პრეზიდენტი ყოველ წელს სიმბოლურად შეიწყალებს ხოლმე. ესაც ზიდაურ შეიწყალებს. და მე დანარჩენებს უმოწყალოდ ანადგურებს. კეთილი. გადავინაცვლოთ. გაფრინდ არ გაფრინდება, რა თქვა? საერთოდ, როდესაც არის ჩამოყალიბებული ოჯახი. ერთი მამალზე მოდის 4-5 დედალი. როდესაც ოჯახი ჩამოყალიბებულია, როდესაც გრძნობს თავს უსაფრთხოდ, არ ფთხება, არ ერჩის, შფოთვის განწყობა არ აქვს, არსად არ წავა არც ერთი ფრინველი არასდროს. ფრინველი ტოვებს იმ ადგილს, როდესაც რამე საფრთხელოდება, ანდა არის ესეთი ველური ჯიშის, მაგალითად ვერაფრით ვერ მოითვენიერებ და ვერაფრით ვერ გააჩერებ ერთ ადგილზე ჩვენი კავკასიური ხოხობის სახეობას. აუცილებლად იმას გაეზდება თუ არა, დაუძა იმ წუთში გაფრინდება. არის იხვის სახეობა, გადაიფრენენ იხვები და გაეკიდება აუცილებლად. ასეთ შემთხვევაში ამ ფრთა უნდა დააჭრა. ან ერთ მხარეს შეაკრიჭო, დააცალო ბუმბული, რომ ვერ გაფრინდეს. ცალი მხარე საკმარისია ორიენტაციას, რომ ვერ დაიცავს, ვერც გაფრინდება. და ესე. ისე რომ ესენი აქ ისე კარგად გრძნობენ თავს, არსაწასვლას არ აპირებენ. ეხლა მე თქვენ განახებთ რუსული ჯიშის იურლოვსკი მოჩითული, ესე ქვია, სიცევიე. აი ამ ჯიშს საკმაოდ მაღალწონიანი, საკმაოდ კარგი თვისებების, გადასარევი გემოვნური თვისებების ქათმები არიან და აი ნახეთ, თოვლია ეხლა და ყველა ერიდება თოლში ჩამოსვლას, გაკვირვებულებმა პირველად ნახეს თოვლი და საქათმიდან არ გამოდიან. ნუ მაგრამ არის შესაძლებლობა შეაფასოთ როგორი ზომები აქვს და როგორი ჯანმრთელი ქათმებია. ძალიან ამაზები ეს ქათმები ამ საფერმერო ჯიშებმა რუსეთიდანაც გამოდევნა. იქაც ნელ-ნელა ისე შევიწროვდა, რომ ეს ჯიშები იქაც არ არის. ეხლა ინტერნეტში, როდესაც ერთმანეთთან ურთიერთობა გვაქვს ფერმერებს და ერთმანეთს წერილებს, სულ ყველას უკვირს საქართველოში აი ესეთი სახეობები, ესეთი ინდივიდები საიდან. და ძალიან ბევრი გვეხვეწება, რომ გენეტიკურად იქნებ გავცვალოთ მამლები, რაღაც ხაზებისთვის, ახალი სისხლისთვის. ნუ მოკლედ, აი ესეთი საინტერესო ურთიერთობებიც არის ფერმერებს შორის. რამდენი ფთაქათაკი თლიანად აქ? ეხლა ჩვენ შევქმენით რამოდენიმე ათეული ოჯახი. ინდაურებშიც, იხვებშიც, ქათმებშიც. ეს არის 5-6 დედალი და ერთი მამალი. და ამ გაზაფხულზე მოვაწყვეთ ინკუბატორი. მოვაწყვეთ საწიწილე, სადაც ცივ პირობებშიც, თბილ ოთახებში შეგვიძლია გავზარდოთ წიწილები. პირველი ერთი კვირა, პირველი 30 დღე შესაბამისი კვებით, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმით, ყველაფერი ზუსტად ისევე, როგორც საჭიროა კლასიკურად ეს მოვამზადეთ შენობა ამისათვის. გვაქვს ინკუბატორები ისე რომ ცალკე გამოიჩეკებიან, ქათმები ცალკე გამოიჩეკებიან, იხვები, იმიტომ რომ მათ პერიოდით სხვადასხვა ჭირდება. ისე რომ მზადავართ ამ გაზაფხულზე, აი ამ აფეთქებებისთვის, ესენი დადებენ ძალიან ბევრ კვერცხს და იმედი გვაქვს შევინარჩუნებთ ყველას. აი ხა ბუნებრივ პირობებში ძალიან ლაღად გრძნობენ ეს ქათმებიც და იხვებიც, ინდაურებიც თავს და დაავადებებს როგორ ებრძვით? აი დაავადებებთ ამ ბრძოლა, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველა მეურნისათვის. ჯერ აქ მთავარი არის სწორედ იქნას შერჩეული ჯიში. არსებობენ ჯიშები, რომლებიც დაავადებების მიმართ უფრო მდგრადები არიან, ძლიერი იმუნური სისტემით. მაგალითად, იხვები ამითი გამორჩეულები არიან და თითქმის არ ავადმყოფობენ. ამ ხრივ ქათმები ბევრად უფრო სუსტები არიან. სწორედ შერჩეული ჯიში და აი შემდგომ აი ყველაზე მთავარი ყველა მერთი უნდა გაიგოს, რომ დაავადების პრევენცია უფრო იაფიჯდება და უფრო ადვილია, ვიდრე მერე თვითონ დაავადებასთან ბრძოლა.
ამდენად საკვებში აუცილებელია შეურიო პრევენციის ფორმით პრეპარატებია, ანტიბიოტიკები, ეს ისეთი დაბალი დოზებია, როდესაც შენ პრევენციის მიზნით ურევ საკვებში, რომ ის თითქმის პროდუქტზე არანაირ გავლენას არ ახდენს. მაგრამ საკმარისია უკვე რამე დაავადება მოედოს, აი იქ უკვე კონცენტრაცია იმდენად იზრდება, უკვე ისეთი დიდი დოზებს ხმარობ, რომ ის პროდუქტი რა თქმა უნდა კვალს ტოვებს. ამდენად ჯობია, როდესაც ფრინველები ჯანმრთელები არიან, მაინც ორ თვეში ერთხელ ორკვირიანი ინტერვალი პროფილაქტიკის მიზნით მაინც ჩაუტაროთ აი ეს პროფილაქტიკური ღონისძიებები. და ყველაზე მთავარი რაც სისუფთავე. საკათმეები უნდა ლაგდებოდეს ყოველ ორ დღეში ერთხელ. რა თქმა უნდა, უნდა ნიავდებოდეს და უნდა ლაგდებოდეს ყოველ ორ დღეში ერთხელ. არაფრით არ შეიძლება, რომ არ დამუშავდეს საკათმე ტერიტორია. იოზეფის სუსტი ხსნარით აუცილებლად უნდა დამუშავდეს, აუცილებლად უნდა გასუფთავდეს. და არ იქნება ინფექციის კერა და არ იქნება დაავადება. აი თქვათ, აი დედოფალა და ეს ინდიოფალა ესენი კი, ეს ცხოველები, ეხლა ჩვენ თვითონ ნაგრძელში ვართ და თქვათ ისინი დაიკივილებენ გაჩერდნენ. აი ქორს დაუშვათ მოიგერიებს ციცარი და კივის ხმით, იმით და აფრთხობს. ყავს ნაგაზები, რომლებიც მთელი ღამე მუშაობენ და იგერიებენ. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ნაგრძელში სადაც ცხოვრობს ტურა, სადაც ცხოვრობს 1000-ნაირი მტაცებელი და ეს იმათვის არის იდეალური საკვები, ცემთ ამათი სუნი, იციან რომ აქ ფერმაში საუცხო საკვები ბინადრობს და ვერ მოდიან ახლოს. აი ამ ჩვენი ნაგაზების წყალობით და მათი შიშით, ისე რომ ეს ყველაფერი ერთად გერც მოდი ჩემთან, მოდი. გერც, მოდი. აი ესენი არიან ჩვენი დაცვის სამსახური, ოღონდ ესენი ტყის ბინადრებისგან გვიცავენ და ციდან გვიცავენ ციცრები. ისე რომ ეს ყველაფერი ერთად არის კომპლექსში ერთი დიდი მთლიანი ჯანმრთელი ორგანიზმი, ცოცხალი ორგანიზმი, სადაც ყველა თავის ფუნქციას ასრულებს. ძალიან ძვირფასი ფერმა ვიხილე ეხლა მე. და რას ვთქვათ, დამწყებ ფერმერს, რომელსაც უნდა ესეთი შერეული მეურნეობა გააკეთოს. ურჩევდი, რომ სწორედ შეარჩიოს ჯიშები. ურჩევდი, რომ არ შეშინდეს. დაიწყოს ეს საქმიანობა, აკეთოს სწორედ. ჩაიხედოს წიგნშიც, წიგნის გარეშე არ ხდება არაფერი. ისწავლოს, მიბაძოს და ისე კარგად გამრავლდება, გაუხარდება. თამამად, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, დაიცვან წესები და სწორედ შეარჩიონ ჯიშები. ასეთ შემთხვევაში ფერმა იქნება წარმატებული. დღეს ჩვენ კარგად აწყობილი მეურნეობა ვიხილეთ. ესეთი პატარა კოპწია, ოჯახური ფერმა, სადაც დიდი შემოქმედებითი მუხტი ტრიალებს. მე ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად მზადდებოდეთ.